როდესაც ახლა ლომთან არის დაკავშირებული, ეს არის იდენტობასთან, საკუთარ შემოქმედებით ნაწილთან, ტრამვა, ჭრილობა, აი ტრამვას იმდენად ვერ ვიტყვი, როგორც აი სუფთა ჭრილობის თემა არის. მზესთანაც დაახლოებით ეს არის იდენტობასთან, მესთან დაკავშირებული ჭრილობა, რომ მე ბოლო არ ვიცი ვინ ვარ, არ ვიცი როგორ გამოვავლინო ჩემი თავი მაგალითად, ხო? ეს არის შემოქმედებითი, აი შინაგანი ტკივილი, ესე რომ ვთქვათ, რომ აი მე რაღაცნაირად ვერ პოულობ ჩემ ადგილს, ჩემს მეს ვერ პოულობ ამ ცხოვრებაში, ხო? ძალიან გავს ვერძულ ენერგიას აქ, უბრალოდ ვერძი არის აი პირადად მე ენერგია და ლომი არის აი უფრო ავტორიტეტებთან დაკავშირებული, აი მამისგან შეიძლება იყოს თავარი ჭრილობა და სიყვარულის ნაკლებობასთან მივდივართ. ეს ტკივილი, რომ მე ნაკლებად უყვარდი ვინმეს, ან ნაკლებად ხედავდნენ მე, აი ეს ჭრილობა ფარულ დონეზე შეიძლება გამოვლინდეს, ხო? და მეხუთე სახლი ცხოვრებით ცოტა სხვანაირად მუშაობს, აქ ბევრი შეყვარებული არის, აქ ჯერ ბევრი შვილი შეიძლება იყოს, ან შინაგანი ბევრი ჰობი, შინაგანი შემოქმედებითი უნარები და ბევრნაირი ნიჭი შეიძლება ქონდეს და აქაც ადამიანი თითქოს ირეოდეს, აი ფოკუსირება უჭირდეს რაღაც ერთ რამეზე და ბოლომდე ვერ გადიოდეს თუნდაც ამ შემოქმედებით ენერგიაში, ბოლომდე ვერ ტკბებოდეს იმდენად რადიკალურად განსხვავებული შეიძლება გემოვნება ან განსხვავებული შემოქმედებითი ენერგია ქონდეს და ესეც არის ხოლმე როგორც შინაგანი დაბნეულობა, მრავალი ბუნების გამოვლენა